რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ზაზა შათერიშვილი არის კარის ჯამბაზი, აი სულელი რო იყო ხოლმე, ხო, შუა საუკუნეებში, რომელიც იმისთვის იყო რომ მეფე გაერთო ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმისთვის იყო რომ მეფის სახელით სიმართლები ეთქვა ხოლმე და მას ყველაფერი ებატია. მაგრამ მათ ცოტა მაღალი სტატუსი მიანიჭეთ, იმიტომ რომ მათ აი ამ გართობის დროს ჰქონდათ პრივილეგია სიმართლეც ეთქვა. და აქ ეს ფუნქცია არა აქვს. არა, ნამდვილად ბიზნესურ საქართველოში სიმართლე აღარ არსებობს. არსებობს ბიზნური ჭეშმარიტებები. და აი ბიზნური ერთ-ერთი ჭეშმარიტება როგორც ჩანს, ახლა არის სწორედ ის რომ თურმე ტრამპი დამარცხებულა deep state-ამ ბრძოლაში. ეს არის უბრალოდ განწირული ავტოკრატიის ამოძახილი და შიში ბიზნეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს და ჩემს დესმის რომ ტრამპი იქნება მისთვის ძალიან სარისკო ფენომენი თუ ტრამპი არ იქნება თანხმდრაში, უბრალოდ თუ თვითონ არ იქნება თანხმდრაში იმ ტიპის პოლიტიკებთან რაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, ის რეალურად ვერ შეძლებს რომ ყოველგვარი ლეგიტიმაციის დარჩენილმა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და ეს არის ობიექტური რეალობა, მას არც საქართველოში და არც ევროპულ კავშირში და არც არსად რეგიონში არავინ არ აღიქვამს ლიდერად, სერიოზულ ძალად, ყველამ ძალიან კარგად ის ეს რუსული ნაცისტური კრიმინალური ბანდფორმირება და მე არაფერი და შესაბამისად აქვს ეს გამოძახილი შიშის რომ ტრამპთანაც ვერაფერს ვერ ალაგებს, იმიტომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ რამხელა თამასა იყო აწეული, ხო 20 იანვარი 2025 წლისა იყო დასახელებული და წარმოჩენილი როგორც ის თარიღი, როდესაც ყველაფერი შეიცვლებოდა ქოსური მიმართულებით, მაგრამ ხედავთ რომ რეალურად არაფერი არ შეცვლა, ხო სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის კურსი არის ყველასთვის ძობილი კი რევიზია განიცადა ამ კურსმა, მაგრამ არა ბიზნესთან მიმართებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა გარკვეული მიმართულებით, რა თქმა უნდა, რევიზიას გადის, შეიძლება ეს მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არის ამერიკის სუვერენული გადაწყვეტილება და ასე მუშაობს ბუნებრივია პოლიტიკა, მაგრამ ბიზნესთან მიმართებით და მის ქოცურ რეჟიმთან მიმართებით არაფერი, აბსოლუტურად არაფერი სასაგანოდ არ შეცვლა. აქ მიჩნდება ასეთი შეკითხვა. ივანიშვილი გასაგებია რომ წერს ამ წერილებს, ის უყურებს თავისი თვალსაწიერით ახლა პროცესებს და მათ შორის ტრამპსაც და ფიქრობს რომ ეს გზა მას რაიმე შედეგს მოუტანს. მაგრამ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ საქართველოსთან მიმართებით როგორია ახლა არა მხოლოდ ივანიშვილთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებით როგორია ახლა შეერთებული შტატების პოლიტიკა. მას შემდეგ რაც ამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა ოლიგარქმა ივანიშვილმა, ჩვენ გვაქვს საკმარისი ფაქტები ვიმსჯელოთ რა პოლიტიკა აქვს დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ვაშინგტონს და საერთოდ სად არის ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში საქართველო. პრობლემა არის სწორედ იმაში, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ არ აქვს კაფიოდ ფორმულირებული ქართული პოლიტიკა როგორც ასეთი. საქართველო არ მომხდარა საკმარისად ვაშინგტონის რადარზე და ეს არის პრობლემა. ეს არის პრობლემა ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ რა მოხდა ამ რეგიონში ვაშინგტონის რადარზე და რა ჭრილში, რა მიმართულებით, დავინახავთ რომ საქართველო რეალურად არის აბსოლუტურ ჩიხად გადაქცეული, ხო, რაღაც ანკლავად, ვისაც ჩაუარა აქამდე ყოველ შემთხვევაში ჩაუარა ძალიან მნიშვნელოვანმა ტრანზიციებმა, რომელსაც არ უნდა ჩაევლო ჩვენი მონაწილეობის გარეშე. პირველი და უმთავრესი არის ისაც ხდება ჩვენგან სამხრეთით, გულისხმობ ცხადია სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის ახალ ეპოქას და ეს არის ახალი ეპოქა, მე თვითონ მოვესწარი ძალიან ისტორიულ დღეს, როდესაც ერევანში ხაზი მინდა გავუსვა სომხეთის დედაქალაქში ევრონესტსაც მეც ვიყავი და ჩემი ოპოზიციური კოლეგებიც თურქეთის დელეგაცია ჩამოვიდა. ეს არნახული რაღაცა არის. თურქები ერევანში მაღალი კალიბრის დელეგაცია, რომელიც ესწრება თურქეთის სახელით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას და ხდება სად ეს ყველაფერი ხდება სომხეთში. ჩვენ ვიცით რომ არნახული რაღაცები ხდება, ახალი ეკონომიკური შეთანხმება, ახალი უსაფრთხოების აბსოლუტურად ცვლის იმ პარადიგმას და ფორმულას, რაც აქამდე იყო რეგიონში დამკვიდრებული 3-ზე მეტი ათწლეულის განმავლობაში. სად არის ამ დროს საქართველო? არსად. ჩვენ ვხედავთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. სად არის ამ დროს საქართველო? არსად. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რეალურად ახალი ტიპის შეკავშირების პოლიტიკის გამტარი ხდება ეს რეგიონი, რაც არის მისი ისტორიული ფუნქცია, აქვე ვთქვა და რაც ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გვადარდებდეს, უნდა გვესმოდეს და რასაც ჩვენ უნდა ვეწეოდეთ, მათ შორის ანაკლიის და შუა კორიდორის ფუნქციების გამოყენებით. სად არის ამ დროს საქართველო? ისევ არსად. და სად ვართ?
ვართ იქ, რომ 9 მილიონი კვადრატულ მეტრს გადასცემენ არაბებს, არც ვიცით რაში. და 9 კაც ვარ იცის 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა ვის გადაეცემა, ხო? ვართ იქ, რომ წამლავენ გაურკვეველი ნივთიერებებით. ვართ იქ, რომ ოფიციალურად შეჩერებულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და გველაპარაკებენ მშვიდობაზე პაკისტანის, ირანის და რუსეთის ლიდერების კომპანიაში. აი აქ ვართ და ამას უნდა სახელი რომ ეს საგარეო ცუდი კი აღარ არის კოლაფსია. კი, გადავალთ მაგ საკითხზეც აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით რა პოლიტიკა აქვს, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ამას პოლიტიკა უწოდოთ ივანიშვილს. უბრალოდ ტრამპის ადმინისტრაციაზე მინდა კიდევ ერთი შეკითხვა დავსვა. საქართველოს მოხვედრა ახლა ტრამპის ადმინისტრაციის რადარზე აქ რა შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, რაზეც ივანიშვილი შეიძლება ხედავს თავის შანსს, რომ ის შეიძლება უყურებს ასე, რომ ტრამპისთვის დემოკრატიის საკითხი შეიძლება არ იყოს მისი გადმოსახედით ისე პრიორიტეტული, როგორც მაგალითად წარსულში სხვა ადმინისტრაციების შემთხვევაში. ეს ხომ არ არის მთავარი გათვლა, რომ მოხვდეს რადარზე, მაგრამ მოახერხოს ეგრეთ წოდებული დალაგება დონალდ ტრამპთან. ანუ რისკებიც ხომ არ ახლავს ამასთან. სტატუს კო არის იმგვარი, რომ საქართველოზე ტრამპს ჯერ არაფერი უთქვამს, საჯაროდ ივანიშვილზეც არაფერი უთქვამს, მაგრამ ივანიშვილი ცდილობს ყველანაირად რომ ეს ყურადღება მიიპყროს. ეს შეიძლება მისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს, მაგრამ თვითონ ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოადნოს აქედან. აი მაინტერესებს ამ სტატუს კოზე რას ფიქრობთ და მისი შეცვლა რა რისკებთანაა დაკავშირებული. ეს არის ძალიან კარგი კითხვა. ძალიან ფუნდამენტური კითხვა, სწორი ანალიზით ნაკვები. ნახეთ, თუ ასეც ცდილობს ივანიშვილი ყურადღების მიპყრობას, წარმატებას უსურვებს, ძალიან ბევრ ყურადღებას მიიქცევს და თუ მიიქცევს, ძალიან ცუდს მიიქცევს, ხო? მაგრამ მე არ მგონია, რომ ტრამპს ივანიშვილი რაიმეში აინტერესებდეს საერთოდ. ჩვენ გვესმის ტრამპი და მისი დონის ფიგურები, მათ შორის მის ირგვლივ არსებული წრე ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობის პირებით არის დაინტერესებული, თუნდაც იგივე ტრანზაქციულად, არა დემოკრატიის გამო და რაღაცა საჯარო მორალის გამო, რაღაც იდეოლოგიების გამო, არა, თუნდაც ტრანზაქციონალიზმის ჭრილში, რაზეც თქვენ საუბრობთ, ხო? რომ დავლაგდები რაღაც გარიგებაში შევალ, ხო, ვთქვათ, რომ შენ მე დამანებე თავი, აქ როგორი დემოკრატიაც მინდა ისეთი მექრება და თუ მინდა საერთოდ არ მექრება, მაგრამ პირობიტად მოგცემ გზას მინერალებისთვის, მაგალითად, ხო? ან რაღაც ხისთვის რაც შენ გაინტერესებს. ეს არის არსებითად ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ტრანზაქციონალიზმი, მაგრამ ჩვენ გვესწრებს, რომ ტრამპს ამ კუთხითაც კი ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურები აინტერესებს, ვიდრე არის ბორენკა ივანიშვილი, ხო? ის ვერ ხვდება იმ ძირითად რადარზე, რაც ტრამპისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, ხო? ისევ ბევრად უფრო მაღალი მასშტაბის და ინტერესის ფიგურები არიან, ამიტომ მე არ მოველი, რომ მხოლოდ ამ კუთხით და მხოლოდ ამის გამო ივანიშვილი შეძლებს რაიმეს არსებითად დალაგებას, ხო? მარტივად რომ ვთქვათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი მუშაობა გვართებს იმისთვის, რომ იგივე პრეზიდენტმა ტრამპმა, იგივე თუნდაც ისე და ისე მისი ტრანზაქციონალიზმის ჭრილში დაინახოს სხვა პარტნიორები, როგორც ბევრად უფრო მისაღები, ბევრად უფრო საინტერესო და სასარგებლო, ვიდრე არის ივანიშვილი, თუნდაც ისე და ისე ტრანზაქციური პოლიტიკის წარმოების ფორმატში. მეორე მხრივ, როდესაც შენ გაქვს ჩინეთთან, ირანთან და სხვა მსგავს სახელმწიფოებთან კურკურის და ძალიან დიდი პოლიტიკური რევერანსების და ფლირტის პრეისტორია, ესეც ბუნებრივია არის გარკვეული ტიპის წინაღობა, თუნდაც იგივე ტრანზაქციონალიზმის ჭრილში დალაგების კუთხით. ამიტომ ბევრი პერსპექტივა ივანიშვილს არ აქვს ამ კუთხით. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, აი ჩამოთვალეთ სახელმწიფოები, ახლა ჩვენ ნახეთ საერთოდ დიქტატორული რეჟიმების გარემოცვაში ივანიშვილის მარიონეტი და იქვე ვლადიმერ პუტინი. რთული საერთაშორისო ვითარების ფონზე, როდესაც ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ეს უკრაინის საკითხი, რაც საკვანძო საკითხია, აი ამ სიტუაციაში, როდესაც არ არის ასეთი ყურადღება შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ, ივანიშვილი შეიძლება ითქვას მეორე მხრივ, ერთი მხრივ ყურადღების მიპყრობას ცდილობს ტრამპისგან, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ის სარგებლობს ამ სიტუაციით და სულ უფრო უახლოვდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოწინააღმდეგეებს და უახლოვდება ისეთ რეჟიმებს, როგორადაც უნდა თავად გადაიქცეს. მას აქვს აქ დიქტატურა, მაგრამ როგორც დიქტატორსაც კი არ აქვს ჯერ აღიარება, არა თუ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ხო? აქედან გამომდინარე
როგორ შეაფასებდით იმას, რაც აშხაბადში ხდებოდა, სადაც კობახიძე ყავდა გაგზავნილი ივანიშვილს პუტინის, ასე ვთქვათ, კამპანიაში? კი, აბსოლუტურად. მე ვფიქრობ, აშხაბადი არის პირველ რიგში ზუსტად იმის განაცხადი, გეოპოლიტიკური და ღირებულებითი განაცხადი, რომ ივანიშვილი საკუთარ თავს და მის რეჟიმს ხედავს ამ ტიპის სახელმწიფოების რიგში და დიახაც, აბსოლუტურად დაგეთანხმებით, მას სურს იქ დაიმკვიდროს საკუთარი თავი, იქ მოიპოვოს აი ამ პიროვნებით კობახიძით საკუთარი გავლენა, საკუთარი ტერიტორია მოხაზოს ამ ავტოკრატიულ ლიგაში, მაგრამ პირველი დავიწყებ, იმიტომ მცირე სახელმწიფოს არაფერი პერსპექტივა არ გააჩნია არც მაგ ლიგაში. მეორე, მშვიდობის ფარსი არის მხილებული ძალიან კაფიოდ და აშხაბადი არის პიარულად კატასტროფა ქართული ოცნებისთვის, ქოცური მიზეზებითვე. რატო? იმიტომ რომ შენ თუ ლაპარაკობ მშვიდობაზე და დობაზე და ამავე დროს ნაცვლად იმისა, რომ მიიწევდნენ მშვიდობის და ნდობის სივრცისკენ, რომელსაც გვია ევროპული კავშირი, რომელიც არის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო პროექტი და ამავე დროს ყველაზე მეტი კეთილდღეობით დახასიათებული პროექტი. და ნაცვლად ამისა და ეს ცხვირწინ გედოს და დღესაც მარტაკოსი გვეუბნებოდა, ცხვირწინ გაქვთ ეს შანსი, გამოიყენეთ ეს შანსი. და შენ ამის ნაცვლად მიდიხარ იქ, სადაც არის პუტინი, ირანი, პაკისტანი და კიდევ არ ჩამოთვლის სხვა არც თუ ისე დემოკრატიული რეგიონული სახელმწიფოები, ხო? და როდესაც აქ საუბრობ მშვიდობაზე, შენი მშვიდობის არსი შიშულდება და ძალიან მკაფიოდ ნჯდება, რომ შენი მშვიდობა არის პრორუსულ ორბიტაზე, ნეიტრალური, უფერული, ნაცისტური, არადემოკრატიული ზონა და არა მშვიდობა, რომელსაც ახლავს უფლებები, რომელსაც ახლავს რეალური შანსი და შესაძლებლობები და აი ქოცური მშვიდობა არის აშხაბადით ყველაზე კარგად მხილებული და ყველაზე კარგად დახასიათებული. დასავლეთისგან პრაქტიკულად სრული იზოლაციის პირობებში ამ კამპანიაშია წარმოდგენილი და რუსეთის წინაშე აბსოლუტურად დაუცველი, ანუ მისი პრაქტიკულად მარიონეტული ხელისუფლება აქ თბილისში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაატაროს ვლადიმერ პუტინის ხაზი. ანუ ქვეყანას რეალურად ტოვებს აბსოლუტურად დაუცველს ასეთი მტრის წინაშე. ჩემთვის აშხაბადის პრობლემა ეგ არის სწორედ. არა აშხაბადი ცალკე აღებული. აშხაბადი ბევრ პრობლემას შეიცავს, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის ჩემთვის? ჩანაცვლების ამბავი. შევა აშხაბადში იყო და აუცილებლად ხაზ გაუსვა უნდა ელაპარაკო რეგიონულ ლიდერებს. ცხადია, დღესაც ჩვენ ვიყოთ ხელისუფლება, რასაკვირველია ვისაუბრებდით რეგიონულ ლიდერებთან. ამის გარეშე ეროვნულ პოლიტიკას ვერ აწარმოებ. მithos ამ რეგიონში. მაგრამ ეს დამოუკიდებელი პოლიტიკა არ არსებობს რეალურად იზოლაცია დასავლეთისგან მარტოა ქვეყანა დარჩენილი და ამ დროს არის წარმოდგენილი იქ, სადაც ერთ-ერთ დომინანტურ ფიგურად ვლადიმერ პუტინია, ხო? აი ალტერნატივა ეს არის. ამას პრობლემა. ჩანაცვლება და ალტერნატივაა მთავარი პრობლემა. თუ პრაგმატიზმი, მშვიდობის ძიება, ახალი ტიპის ეკონომიკური კავშირები ეს მისაღებია, სწორია და რა თქმა უნდა ეროვნული მიზნების და ინტერესების და კონსტიტუციის გათვალისწინებით ეს უნდა გააკეთო. მაგრამ როდესაც შენ გინდა რომ ან ჩინეთით, ან ამ კოლექტიური აშხაბადით ჩაანაცვლო შენი მთავარი პარტნიორები, ჩაანაცვლო ევროატლანტიკური ღერძი, არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ ღირებულებითი. აი ეს არის პრობლემა. თუ აი შეხვდეთ ფაშინიანს და ძალიან კარგი დასტურია, ხო? აი ფაშინიანი, აი ვინმეს უნდა ნამდვილი პრაგმატიზმი და ქოცებისგან ხშირად მოისმენ, ხო? მათ შორის ამორჩევლისგან აბა არ გინდათ პრაგმატიზმი? მცირე სახელმწიფოდ არ ვისაუბროთ, არა უნდა ვისაუბროთ, უნდა ვიყოთ პრაგმატული, უნდა ვიყოთ ფრთხილი, მაგრამ ამისი მაგალითი დღეს არის ნიკოლ ფაშინიანი და არა ირაკლი კობახიძე, რომელიც არის პუტინისტი პირდაპირ. ნიკოლ ფაშინიანს შევხედოთ, დღეს მისი დელეგაცია იყო ბრიუსელში. და საქართველოს საკითხიც კი არ იყო და სომხები იქ იყვნენ ფიზიკურად. ფაშინიანია პრაგმატიზმი და არა ეს კაცი. გადავიდეთ ჩვენი საუბრის დასკვნითი ნაწილი იქნება სწორედ ევროკავშირთან დაკავშირებული. იყო იქ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს საკითხი ასე დღის წესრიგში ამ მინისტერიალზე არ იდგა, თუმცა მედიასთან ისაუბრეს და ისაუბრეს ივანიშვილის რეჟიმის გამო უარყოფით კონტექსტში, რომ საქართველოს გამოირჩევა ყველა ქვეყნისგან, მით რომ აქვს დრამატული უკუსვლა ყველა მიმართულებით. ლაპარაკი ბრიუსელიდან რომ საქართველოს უჭერენ მხარს, რომ ეს მხარდაჭერა ექნება მომავალშიც. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ითარგმნება თუ არა რამეში. იმის გამო რომ ქვეყანა ასეთ იზოლაციაში მოაქცია ივანიშვილმა,
ჩაკეტა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი მაგალითად აქ ეხმარებოდეს სამოქალაქო საზოგადოებას, ეხმარებოდეს პროცესს, რომ საქართველოს წინ წავიდეს ინტეგრაციის გზაზე. ეს ყველაფერი ჩაჭრა ივანიშვილმა. აქედან გამომდინარე მაინტერესებს, რამდენად მაღალია რისკი, რომ ევროკავშირი უბრალოდ აღმოჩნდეს საქართველოსთან დაკავშირებით დამკვირვებლის როლში და ქმედითი ნაბიჯები ვეღარ გადადგას. ამის რისკი არის სამწუხაროდ ძალიან მაღალი, თუ ვიქნებით ობიექტური და გულწრფელი და მე ვფიქრობ, მე ეს პოლიტიკა მაქვს არჩეული ყველა ჩემს კომუნიკაციაში, კერძო იქნება თუ საჯარო, რომ ვიყოთ ძალიან გულწრფელი და დავარქვათ სახელი ყველა იმ პრობლემას, რაც დღეს ჩვენს თავს არის. და ერთი პრობლემა არის ის და მე ამით საზოგადოებასაც ვაფრთხილებ, ბუნებრივია და ყველა სხვა მსმენელს, არის ის, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ რელევანტურობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მაგალითად ის, რომ კანდიდატი ხარ, არის ანიშნავს, თურქეთი არის კანდიდატი, სხვა შემთხვევებიც არსებობს, როდესაც კანდიდატია სახელმწიფო, მაგრამ ვერ თუ არ გადათარგმნა ეს კანდიდატობა იმ სიკეთების მიღებაში, რაც უნდა მიიღო ევროკავშირისგან და ჩვენ გვითხრეს, ხო, სულ რაღაც ერთ თვის წინ, რომ კანდიდატობა არის, უკვე უბრალოდ სახელი, ნომინალურ ამბად გადაიქცა, ის რომ კანდიდატი ვართ. მეტი არაფერი აღარ ვართ, ხო? ფურცელზე დარჩა, მხოლოდ სახელია. მეორე რისკი არის ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის ძალიან სერიოზული საფრთხე და ეს კიდევ უფრო ქმედითია, იმიტომ ამას ეხლავე ვიგრძნობთ ჩვენს თავზე და ძალიან ცუდად, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, ტურისტული კუთხით, საგანმანათლებლო და სხვა. და ყველაზე მთავარი რისკი ჩემი აზრით არის ის, რომ საერთოდ აღარ ვიყოთ დიდი ხნის განმავლობაში საინტერესო. აი ეს არის ცოცხლად გარდაცვალება სახელმწიფოსთვის, როდესაც ის არის ანკლავი, არის ჩიხი, მის ირგვლივ ჩაივლის სამშვიდობო პროექტებიც, აქ სანამ ეს რაღაცა გაურკვეველი კოლექტიური ბოჟაძე რო გველაპარაკება რაღაცა მშვიდობაზე და არაფერი გაუგია ამ კაც არ მშვიდობის და არც არაფერს და მისნაირად ხვებს, აი ეს იქნება ჩვენი მომავალი, ხო? აი ესეთი გაურკვეველი ადამიანები, ზოგი რაღაცა სპორტის უნივერსიტეტიდან მოყვანილი, ზოგი საიდანაც მოყვანილი. აი ეს ხალხი გველაპარაკება მშვიდობაზე, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ჩაგვივლის გვერდით, ნამდვილი კეთილდღეობა ჩაგვივლის გვერდით, სომხეთმა გაგვასწრო, აი სომხეთს საუბრობს რუსულ, მაგრამ სომხეთმა გაგვასწრო საგარეო პოლიტიკაში. მე თუ ამას ვნახავდი ვახო ჩემს ცხოვრებაში, არ წარმოვიდგენდი. მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი ძალიან მომწონს და ვუსურვებ აბსოლუტურად საუკეთესოს და სომეხ ერსაც. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სომხეთი ღმერთო მაღალო სომხეთი გაგვასწრებდა საგარეო პოლიტიკაში. არ ვახსენებ მოლდოვას, არ ვახსენებ გასაგებია სხვა კონტექსტია უკრაინაში. ყველამ ირგვლივ გაგვასწრო საგარეო პოლიტიკაში და ეროვნული ინტერესის დაცვაში და ჩვენ გვჭირდება იმ კურსის გაგრძელება, რაც ჰქონდა ევროატლანტიკური ღერძის და ახალი საგარეო პოლიტიკური აქცენტების გაკეთება საერთაშორისო ასპარესზე, მაგრამ ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ახალი ადეკვატური ხელისუფლების პირობებში.